ბათუმის მერიამ ქალაქში მოქმედი მუნიციპალური სასადილოების სანიტარული შემოწმება დაიწყო. ქალაქის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება მონიტორინგის შედეგად საკვების კალორიულობას დაადგენს. სამსახურმა ყოველთვიური მონიტორინგი დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული ლაბორატორიის თანამშრომლების თანხლებით დაიწყო. დარღვევის აღმოჩენისას კონკრეტულ სასადილოს გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემა. გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი ჯარიმა დაეკისრება. ქალაქის მასშტაბით მოქმედი 5 სასადილოს შემოვლას 3 დღის განმავლობაში განახორციელებენ. მონიტორინგის შედეგები სრულად 72 საათში გახდება ცნობილი. მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გასულ წლებში გარკვეული სახის დარღვევები ვლინდებოდა. ჩვენ ვიღებთ საანალიზო ნიმუშებ სუფთა ჭურჭლიდან, როგორც სასადილო ჭურჭლიდან, ასევე სამზარეულო ჭურჭლიდან ხდება პერსონალის პირადი ჰიგიენის შემოწმება, ასევე სპეცტანსაცმელის სუფთავის ხარისხი, ხელების დაბანის ხარისხი, ჭურჭლის რეცხვის ხარისხის შემოწმება. ასევე წარმოებს მზა კერძების კალორიულობის, აქ არის 2 თავი კერძის კალორიულობის დადგენა სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაში. თუ გამოიკვეთება სერიოზული ხასიათის დარღვევები, გატარდება კანონით გათვალისწინებული სანქციები, ეს არის საჯარიმო სანქციები. თვეში ერთხელ მერიის დაკვეთით ვამოწმებთ სასადილოებს, ვაკეთებთ კალურას და ვაკეთებთ ჩამონებენ ჩამონარიცხს. წინათვების პასუხები იყო დამაკმაყოფილებელი. ეხლა დღევანდელი შედეგი არ ვიცით, ნახავთ როგორი იქნება და კალურაშიც ბალანსი არ არის დარღვეული. ძალიან იშვიათად რო იყოს დარღვეული. ჩამონებენ ჩამონარიცხს სჭირდება 3 დღე და კალურას სჭირდება 2 დღე. 2 დღეში იქნება ჩვენ ვაცნობთ პასუხს. გადავცემთ მერიას. კი, 3 დღეში სრული პასუხი არის. მაყოფილი ვარ ყველანაირი სანიტარული ნორმებით. შემოდიხარ და ანათებენ ყველანი. თანამშრომლებიან და მოსამსახურე პერსონალიან. კვებაზე ძალიან კარგია, რაც შეიძლება კარგი.